საღამომშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. ზერო დაიხედავს ახლა ეს მე შეეთყობა რამდენი ცალი აქ მოხვედრილი ისაც გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების შემდეგ სეტყვამ სიღნაღი დააზარალა 90%-ით განადგურდა ვენახები და ერთწლიანი კულტურები. რა პრეტენზიები აქვთ ფერმერებს და გამოიყენა თუ არა დელტამ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები. 15 წუთს გაგრძელდა სეტყვა. დაახლოებით მსხვილი კაკალი რომ იქნება ამ ხელა სეტყვები მოვიდა. 11,000-მდე ჩაჭრილი მოსწავლე საატესტატო გამოცდებზე 127 კურსდამთავრებული დარჩა ატესტატის გარეშე გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც. რასაგნების ჩაბარება გაუჭირდათ მოსწავლეებს და როგორი შედეგები აჩვენეს რაიონის სკოლებმა. 6 მოსწავლე ჩაიჭრა. ძირითადად გაუჭირდათ უფრო უცხო ენა და მათემატიკა. საერთო მაჩვენებლები ასე ვთქვათ სტაბილურია. ახაშენში შესაძლოა მაწანწალა ძაღლების თავშესაფარი აშენდეს. ველისციხელი დაძმის პროექტი, რომლის განხორციელებაც რაიონს მნიშვნელოვან პრობლემას გადაუჭრის. პირველ ეტაპზე ვაპირებთ 50 ძაღლის თავშესაფარში მიყვანას. არის დაანგარიშებული 60,000 ლარამდე. გლების შემოსევა კალაურში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სამი მგელი არის ნაყოფი რა. და დილით რო ჩამოველი ვნახე რომ შეჭმული ნახვდა. შეუჭამა ვირი. ერთი კვირის უკან თხა შეუჭამა. კახეთში კენკროვანი კულტურების დაბინავება დაიწყო. როგორ და რა ფასში იყიდება მარწყვი, ბალი, ალუჩა და რა პერსპექტივა აქვს კენკროვან კულტურებს საქართველოში. ჩართვა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელ ალექსანდრე თათრიშვილთან. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდირის საათზე შეგეძლებათ, ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგდევნეთ ტელეკომპანია გურჯაანი გუყურეთ სილქნეძე, მაგთისაცა და მაი ვიდეოზე. სტიქია სიღნაღში გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების შემდეგ სეტყვამ ამჯერად სიღნაღი დააზარალა. ტიბაანში, ჯუგაანში, ქვემო მაჩხაანსა და ბოდბისხევში მოსახლეობას მოსავლის თითქმის 90% გაუნადგურდა და სეტყველია ვენახები, კურკოვანი ხეხილი და ერთწლიანი კულტურები, მათ შორის მარცვლეული და ბოსტნეული. მევენახეებსა და ფერმერებს პრეტენზიები აქვთ კომპანია დელტასთანაც ჰქონდათ თუ არა მოსავალი დაზღვეული და გამოიყენა თუ არა დელტამ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები. ეკათეთრაძე დაინტერესდა. ზერო დაიხედავს ახლა ეს მე შეეთყობა რამდენი ცალი აქ მოხვედრილი ისაც კი შეეთყობა. 28 მაისის სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 4 სოფელი ტიბაანი, ჯუგაანი, ქვემო მაჩხაანი და ბოდბისხევი დააზარალა. მოსახლეობა ყვება, რომ სეტყვა 15-20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. შედეგად დაზიანებულია ვენახი, კურკოვანი ხილი და ერთწლიანი კულტურები, მათ შორის მარცვლეული და ბოსტნეული. ფერმერების შეფასებით მოსავლის თითქმის 90% განადგურებულია. დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა სეტყვა. ქარიცა ჰქონდა და ეს აძლიერებდა იმის დარტყმის ძალასა და იმას. ვენახი აქ არის და თქვენ თვითონ ხედავთ როგორი არის. ხალხს მოსახლეობას ზოგს კრედიტი აქვს აღებული, ზოგს აი ნისიათ აქვს მაღაზიებიდან ის წამალი გამოტანილი. ეს მარტო წელს კი არ დაისეტყვა. ეს რქა არ განვითარდება ნორმალურად და მომავალ წელსაც ჩვენ ის ხურძენი არ გვექნება რაც უნდა გქონოდა. თითქმის 15-20 წუთი გაგრძელდა. დაიწყო ძალიან წვრილი სეტყვით და მერე ალბათ დაახლოებით მსხვილი კაკალი რომ იქნება ამ ხელა სეტყვები მოვიდა. ცოტა ზოგს შიფერებიც დაუზიანა. მთელი ეზოები, მთელი ადგილები სულ გადათეთრებული და გადამწვანებული იყო. რაც ხილი იყო, ნაყოფი ძირს ჩამოიღო და რაც თავარია კიდე ყველაზე მეტად ვენახები მთლიანად გაანადგურა თითქმის 80-90%-ით არის დაზიანებული ვენახები. დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა, რადგან სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებული პირობები არ მოსწონთ. პრეტენზიები აქვთ დელტას მისამართითაც, როგორც ამბობენ, სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გასროლა არ მომხდარა. დაზღვევა გასულ წელს ამ ბავშვი მე როგორც ვიცი, გასულ წელს როგორც აგვიხსნეს, ესე იგი მანამ მარცვალი ყვავილობიდან არ გამოვიდა, მარცვალს არ დაინახავენ, იქ ყურძენს აზღვევენ, ვენახს არ აზღვევენ. მარცვალს არ დაინახავენ, იქამდე არ გვიზღვებდნენ. წელს უკვე როგორ იყო ხალხ მოსახლეობა მაგერით დაზღვევა არ აწყობს. აბა მარცვალი ჯერ დასრულებული არ არის. ეხლა უკვე დაისეტყვა და ეხლა რა უნდა ვაზღვიო? ამბობენ რომ 5 საათისთვის დაახლოებით როცა სეტყვა იყო, მაშინ ფრენა არისო და ფრენის გამო არ შეიძლება სეტყვის საწინააღმდეგო სროლა. და არ გაისრულეს არც ერთი არ
წინაზე იყო ალბათ 2 კვირის წინ, მაშინ გაისროლა 10-12 მაინც იყო და მაშინ სიტყვა არ მოვიდა, ჩვენ გადავრჩით ყოველ შემთხვევაში. ეხლა არ იყო არც გასროლა და დელტაში მოსახლეობის პრეტენზიებს არ ეთანხმებიან. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოში აცხადებენ, რომ სიტყვის საწინააღმდეგო სისტემა 28 მაისს სიღნაღის მუნიციპალიტეტში 1000 კვადრატული კილომეტრის საერთო ფართობის მქონე ფრონტალური სიტყვა საშიში ღრუბლის მასები დაამუშავა, რისთვისაც 35 რაკეტა გაისროლეს. თუმცა ეს მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში განხორციელდა. გარკვეული შეზღუდვები იყო ჩვენი მუშაობის პროცესში, რადგან განპირობებული იყო იმით, რომ საჰაერო სივრცეში ამ დროისთვის იმყოფებოდა ბორტი და გარდა ამისა კიდე მუშაობა ზღუდავდა ასევე აკრძალული სექტორი, როგორიც გახსოვთ სამოქალაქო სივრცე დასახლებულ პუნქტების თავზე სროლის აკრძალვა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით პირველადი მონაცემებით სავარგულების 300 ჰექტარია დაზიანებული. მოსავლის დაზიანების ხარისხი კი 30-დან 100%-მდე მერყეობს. დაზიანებულია ფართობები, ძირითადად ვენახები არის, ზარალის პროცენტი ისე ოპერატიული მონაცემებით არის დაახლოებით 30%-დან 100%-მდე, მეტი ნაკლებად სხვადასხვა ფართობებზე და სხვადასხვა კულტურებზე. სიტყვისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს. შედეგები 3 დღეში გახდება ცნობილი. 11000-მდე ჩაჭრილი მოსწავლე საატესტატო გამოცდებზე მე-12 კლასელებს განსაკუთრებით უცხო ენისა და მათემატიკის გამოცდების ჩაბარება გაუჭირდათ. საგამოცდო ბარიერი ვერ გადალახეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებშიც. გურჯაანის რესურს ცენტრის ინფორმაციით წელს 527 მოსწავლიდან 127 ატესტატის გარეშე დარჩა. რატომ გაუჭირდათ მოსწავლეებს გამოცდების ჩაბარება და რა მდგომარეობაა გურჯაანის საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდების შედეგებით ეთერ თეთრაძე დაინტერესდა. მე-12 კლასელთა საატესტატო გამოცდები დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით წელს ბარიერი 11000-მდე მოსწავლემ ვერ გადალახა. მათ განსაკუთრებით უცხო ენისა და მათემატიკის გამოცდების ჩაბარება გაუჭირდათ. ველისციხის საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით 35 მოსწავლიდან 6 სწორედ ინგლისურ ენაში ჩაიჭრა. თუმცა შარშანდელთან შედარებით მე-12 კლასელებმა წელს უკეთესი შედეგი აჩვენეს. ველისციხის საჯარო სკოლას წელს 35 კურსდამთავრებული ყავს. 35 მოსწავლემ ჩააბარა საატესტატო გამოცდები. აქედან მინდა გითხრათ, რომ ქართულში აბსოლუტური წარმატებით ჩააბარეს, არც ერთი საჭრილი არ ყავს. შედარებით უკეთესი სიტუაცია გვაქვს შარშანდელთან შედარებით, ინგლისურში სულ 6 მოსწავლე ჩაიჭრა. ახაშნის საჯარო სკოლაში წელს ქათის გამოცდებს 20 მე-12 კლასელი აბარებდა. აქედან ბარიერი 16-მა მათგანმა გადალახა, 4 კი ჩაიჭრა. აქედან 1 ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 2 მათემატიკაში, 1 კი უცხო ენაში. რაც შეეხება გასულ წლებში კურსდამთავრებულებს, 9 მოსწავლიდან 6 ჩაიჭრა. დირექტორის განმარტებით გამოცდების ჩაბარება იმ მოსწავლეებს უჭირთ, ვინც გაკვეთილებს არ ესწრება. ძირითადად გაუჭირდათ უფრო უცხო ენა და მათემატიკა. რას ვუკავშირებ? მე ნამდვილად ვერ დავუკავშირებ მასწავლებელს. ბრალს ვერ დავდებ მასწავლებელს იმაში, რომ ეს მოსწავლეები ჩაიჭრენ. რადგან მასწავლებელი ერთნაირად მუშაობს იმ დანარჩენ 16 მოსწავლესთან და ამ 4 მოსწავლესთანაც. ძირითადი პრობლემა არის უფრო გონებრივი შესაძლებლობა და სკოლაში არსიარული ამ მოსწავლეების. ვინ ჩაიჭრა? თორემ მასწავლებელი მაქსიმალურ საკეთებს გაკვეთილზე. რაც შეეხება გიმნაზიის საჯარო სკოლას, აქ 43 მოსწავლიდან მხოლოდ 1 მათემატიკის გამოცდაში ჩაიჭრა. არადა გასულ წელს ყველა მე-12 კლასელმა საატესტატო გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ამ სასწავლო წელს მე-4 საჯარო სკოლა დაამთავრა 43 მოსწავლემ. აქედან თუ არ ვცდები 40 აბარებს ეროვნულ გამოცდებს. წარმატებით დაძლია ბარიერი 42 მოსწავლემ, 1 მოსწავლე ყავს მათემატიკაში, რომლებმაც ვერ გადალახა ბარიერი. გურჯაანის მუნიციპალიტეტში საატესტატო გამოცდებს 527 მოსწავლე აბარებდა. აქედან ბარიერი 400-მა გადალახა. რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით შარშანდელთან შედარებით მოსწავლეებმა წელს უკეთესი შედეგი აჩვენეს. მე-12 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო ჩვენი მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლიდან 527 მოსწავლე. საერთო მაჩვენებლები, ასე ვთქვათ, სტაბილურია.
მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება ეჩვენებინათ თავიანთი კომპეტენცია. 91-ზე მეტმა მოსწავლემ აიღო 9 და მაღალი 10 ქულამდე. 27 მოსწავლე იყო წარმატებული, მათ სრული 10 გამოიტანეს სხვადასხვა საგნებში. იყვნენ ბავშვები, რომლებიც 7-დან 8-მდე შუალედში უმეტესობა ბავშვებისა იყო და იყვნენ წარუმატებელი მოსწავლეებიც. საატესტატო გამოცდები 2011 წლიდან ტარდება, თუმცა შედეგი მაინც არ იცვლება. მოსწავლეების ნაწილს განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარება უჭირს. შეგახსენებთ, რომ აქამდე მოსწავლეებს ბარიერის გადასალახად 5.5 ქულა უნდა მიეღოთ. განათლების მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საატესტატო გამოცდებზე ბარიერი გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, თუ გასული წლების შედეგებს გადავხედავთ, შესაძლოა ატესტატის გარეშე მომავალში უფრო მეტი მოსწავლე დარჩეს. 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების 3 ივნისიდან დაიწყება და 27 ივნისს დასრულდება. გამოცდებზე 41500 აბიტურიენტია დარეგისტრირებული, თუმცა ვინც სკოლის გამოსაშვებ ტესტირებაზე ჩაიჭრა ეროვნულ გამოცდებზე გასვლის უფლება აღარ მიეცემა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საგამოცდო ცენტრების მოწყობა მიმდინარეობს და მალე გახდება ცნობილი გამოცდების ჩატარების განრიგი საგნების მიხედვით. მალე სოფელ ახაშენში შესაძლოა მაწანწალად ძაღლების თავშესაფარი აშენდეს. იდეა 24 წლის ველისციხელ ვანო თათარაშვილს ეკუთვნის. მან დასთან ათია თათარაშვილთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია თბილის სახლი დააფუძნა. პროექტის დაწერაში გურჯაანის დეპუტატის ბიურო დაეხმარა და ახლა საგრანტო თანხების მოძიების პროცესია. როგორც თავად ამბობს, თავშესაფრისთვის მიწა უკვე ნაყიდი აქვს. პირველ ეტაპზე 50 ძაღლს შეიფარებს, რომლის მოვლა პატრონობაში წელიწადში 365,000 ლარი აქვს განსაზღვრული. იმედი აქვს, რომ პროექტის განხორციელებაში გურჯაანის გამგეობაც დაეხმარება. ეს იდეა ერთი წელი არისაც დამება და ეხმარება მაჟორიტარის ბიურო. საფუძველი ჩაუყარეთ, ტერიტორია შევიძინეთ. სად შეიძინეთ ტერიტორია? ახაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე. სადაც გეგმავთ რომ გააკეთოთ თავშესაფარი? კი, ცხოველების თავშესაფარი. რა ვიცი, ახლა რა ეტაპზე ხართ? ეხლა ვართ, ფინანსები მოვიპოვოთ, ავაშენოთ, პროექტი დაწერილი გვაქვს. დიდი იმედი გვაქვს მუნიციპალიტეტის, გურჯაანის დაგვეხმარება და რა ვიცი, დიდი პრობლემაა ეს მოსახლეობისთვის. რა ვიცი, ვისაც ეშინიათ, ან უყვართ ცხოველები, თითქმის ყველასთვის. პირველ ეტაპზე ვაპირებთ 50 ძაღლის თავშესაფარში მიყვანას. რა ვიცი, არის დაანგარიშებული 60,000 ლარამდე, კვება, მედიკამენტი, მომსახურე პერსონალი და მშენებლობის მასალები, რა თქმა უნდა. მგლების შემოსევა კალაურში. კუზანოვების ოჯახს გუშინ გვიანღამით მგლებმა პირუტყვი შეუჭამა. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო. წინა კვირას მტაცებლებმა თხები დაგლიჯეს. სოფელში ამბობენ, რომ კალაურში მგლები და ტურები მომრავლდნენ, რის გამოც აღამობით გარეთ გასვლის ეშინიათ. ისინი დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვენ. გურჯაანის გამგეობაში კი ამბობენ, რომ საკითხს შეისწავლიან და პრობლემის გადაჭრაზე იმსჯელებენ. ლიცენზიები გაიცეს რომ წავიდე და ვინადიროთ. თავზე თოფები, საბუთები რა უნდათ? მოხდა წუხელა 2-დან 3 საათამდე ასე იქნებოდა. დაახლოებით 2-3 მგელი არის ნაყოფი რა. და დილით რო ჩამოველი ვნახე რომ შეჭმული ნახდა. აი სიჟა ეს. იქნება მოგცენ შესაბამისი ან საბუთი მისცენ მონადირეებსა რომ დახოცონ ეს მგელები, თორემ ეს არ შეიძლება უკვე ერთი კვირის უკან თხა შეჭამა. თხა გააფუჭა, ახლა ჩემთან გააფუჭა, მე სხვასთანაც გააფუჭებს და რამე მზომები რომ მიიღონ ძალიან გაიქნიო. საღამოთი ხალხი აღარ გამოდის გარეთ, ეშინიათ. აი ხედავთ ეგ ფაქტი აქ არის, შეუჭამა ვირი. ერთი კვირის უკან თხა შეუჭამა ბატრაბის. თითქმის ყოველ მეორე მესამე დღეს რაღაც ფუჭდება ქათმები, იკარგება სოფლიდან, ჭამენ. ძალიან ბევრია მგელი, ტურა კიდე. მე მეშინია რომ საღამოთი ბავშვი გამოვიდეს გარეთ. ხედავთ რომ გარეთ გამოდია, მაგრამ უფლება არა გვაქვს რომ ჩვენ ვესროლოთ. ლიცენზია მისცენ მონადირეებს რომ თავისუფლად შეეძლოთ დახოცვა. ნადირისა გვაწუხე ტურა დღისითაც იწევს. ცოტა სოფლის გარეთ. მგელი კიდე დაინახეთ რომ ღამე რაც მოხდება ყველაფერს აჯამს.
ქურდობა გურჯაანში, კალოს უბანში ღამის პირველ საათზე ეხვაიების ოჯახიდან 3 ძროხა მოიპარეს. დაზარალებულებს საცხოვრებელი სახლის წინ ფერმა აქვთ, სადაც სულ 17 სული ძროხა ყავდათ. ოჯახის ინფორმაციით ზარალი 6000 ლარია. მომხდარს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის სამმართველო იძიებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. საღამოს ღამ პირველი საათის მერე და ძაღლები ყებდნენ და სულ ყეფე ხომე არ გამოვიხედეთ. რადგან ჩემი მეუღლე და მე მის მოსაწოლად მივედით, აღარ იყო 3 ძროხა, რომელიც მეწოლები იყო, ის ძროხები აღარ იყო. დავრეკეთ მე პოლიცია, მოვიდა პოლიცია, რა ვიცი, დარბიან და დღეს კი არ შემოგხმაურებიან, მაგრამ ეძებენ. წყემსი ყავდა? წყემსი ყავს, კი, იქვე არის წყემსი სიქასძინავს, დაღლილი მთელი დღე და ზარალი 6000 ლარი, მინიმუმ 6000 ლარი არის 3 ძროხის. ყველაზე კარგი ძროხები, რომლებიც იყო, ისინი წაიყვანეს. კახეთში კენკროვანი კულტურების დაბინავება დაიწყო წელს. 1 კილოგრამი მარწყვის, ბალის და ალუჩის ფასი 2 ლარიდან იწყება და 5 ლარამდე მერყეობს. ფერმერებს არც რეალიზაციის პრობლემა აქვს და მოსავალს ატამსა და ყურძენთან შედარებით რამდენიმეჯერ ძვირადაც ყიდიან. მიუხედავად იმისა, რომ კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა დიდია და ფასიც მაღალი, რაიონი მოსავლის უხვით არ გამოირჩევა. უფრო ვრცლად როგორ იყიდება კენკრა რეგიონში, რა ფასი და რა პერსპექტივა აქვს კენკროვან კულტურებს საქართველოში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე თათრიშვილი გვერდება. დიდი მადლობა, რომ ყოველთვის მზად ხართ ვიღოთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. თქვენი ინფორმაციით, როგორ მიმდინარეობს კენკროვანი კულტურების ალუჩა, მარწყვი, ბალის დაბინავება, ფასები როგორ მერყეობს და რატომ არის რომ სეზონზე კენკროვანი ხილი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ვაშლატამა ან ყურძენი. მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენ ტელეკომპანიაში მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება მარწყვის კულტურასთან დაკავშირებით, ანუ ის თუ რატომ არის რომ დღეს საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია მარწყვი და როგორ მიმდინარეობს ზოგადად მარწყვის მოსავლიანობა ჩვენს რაიონში, მოგახსენებთ რომ ესე იგი ფართობებით დავიწყებ 300 ჰექტარზე ცოტა მეტი 310 ჰექტარია ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით აღრიცხული გურჯაანის მუნიციპალიტეტში მარწყვი. საშუალო მოსავლიანობა ბოლო წლების სტატისტიკიდან მერყეობს 2-დან 4 ტონამდე 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. ეს არ არის ოპტიმალური, ასე ვთქვათ, მაჩვენებელი ის რა პოტენციალის მარწყვს აქვს, რომ 1 ჰექტარზე თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად იყოს მიღებული. თუმცა ჩვენთან ეს მაქსიმუმია მხოლოდ და მხოლოდ ამ ეტაპისთვის. აქედან გამომდინარე, პროდუქცია თვითონ მარწყვი ძირითადად შიდა ბაზრისთვის არის განკუთვნილი და საკმაოდ მოთხოვნადია, იმიტომ რომ საადრეო ხილია, ამასთან ერთად საკმაოდ ესეთი კარგი გემური და არომატული თვისებები აქვს. ხო ვიცით ყველამ და მოთხოვნადიც არის როგორც ესეთი საადრეო ხილი. ესე იგი საკმაოდ კარგად იყიდება მარწყვი და საინტერესოა ფასები როგორია ბაზარზე. კარგით, მოდით ჯერ მარწყვს დავამთავრებ და შემდეგ ასე ვთქვათ ალუჩას და ფასად შევეხოთ. ესე იგი მარწყვა დღეის მდგომარეობით მაგალითად საბითუნო ფასი გურჯაანის მუნიციპალიტეტში რიგით ფერმერის მიერ მოწეულ პლანტაციაში დაახლოებით არის 2 ლარ ნახევრის ფარგლებში. რაღაც ყოველდღიური ცვალებად რეჟიმშია ფასების დინამიკა, ეს ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, თუ კი წვიმამ საშუალება არ მისცა ფერმერს დაეკრიფა, შეიძლება იმ დღეს კონკრეტულ დღეზე უფრო მაღალი ფასი დაფიქსირდეს, ან როცა მაქსიმალური კრეფაა და ბაზარიც ასე ვთქვათ გაჯერებულია, უფრო ყოველდღიურ რეჟიმში ფასები შეიძლება ჩამოვიდეს უფრო დაბლა. რაც შეეხება საცალო ფასებს, აი დღეს მდგომარეობით იგივე ჩვენი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაზრის მდგომარეობით დაახლოებით 3-დან 5 ლარამდე მერყეობს 1 კილოგრამი მარწყვის გასაყიდი ფასი. ბალზე და ალუჩაზე იკითხეთ, ზოგადად ეს კულტურები საკმაოდ პოპულარულია, მოთხოვნადია, იქიდან გამომდინარე რომ საადრეო ხილია და საადრეო ხილს ყოველთვის მეტი მოთხოვნა აქვს და შესაბამისად მეტი მოთხოვნა მაღალ ფასსაც განაპირობებს. თვითონ ბალი განსხვავდება ხო ჯიშების მიხედვით, არის განსაკუთრებულად კარგი, ასე ვთქვათ, ესეთი ჯიშები, რომელიც უფრო მაღალი გემური თვისებებით გამოირჩევა, მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა, ვთქვათ, ასევე გამოირჩევა მისი მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებიდან გამომდინარე ტრანსპორტაბილურობით და ჯიშობრივი მახასიათებიდან უფრო მოთხოვნადიც არის ბაზარზე. ახლა დღეს მდგომარეობით რო გადავხედოთ ამ ტიპის პლანტაციები ჩვენ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცირე გვაქვს ძალიან,
აქედან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ რომ მაინც და მაინც ბალის გაშენება დღეისთვის ჯობს სხვა კულტურას ცოტა რთულია ვიდრე შედარების საშუალება უნდა გქონდეს თუმცა ფასებიდან გამომდინარე რომ შევხედოთ არის ჯიშები რომლებიც საკმაოდ მაღალ საფასო სეგმენტში იყიდება საცალო ბაზრისთვის და ეს მაღალი ფასი ხშირად 5-დან 7 ლარს ცილდება ზევით თუმცა ადგილობრივი წარმოების ანუ ადგილობრივი ჯიშების ბალი ნამდვილად ვერ არის ამ საფასო სეგმენტამდე აი დღეს მდგომარეობით საშუალოდ ბალის ფასიც ალბათ ის იმ ჯიშის ბალზე რაც ჩვენთან არის გავრცელებული 2-დან 0.5 ფარგლებში მერყეობს ბაზარზე თუ დავაკორდებით, უფრო ადვილად იყიდება კენკროვანი კულტურები, უფრო მაღალი ფასიც აქვს, მაგრამ ინტერესი ნაკლებია რეგიონში და მაინც უფრო აქტიურად მოყავთ ატამი და ყურძენი. რა განაპირობებს ამას, რაშია საქმე? რომ შევადაროთ ახლა თვითონ მარწყვის კულტურა და იგივე ბალის კულტურა ვაშლატამას და ატამს, ხო? პირველ რიგში ფასებიდან გამომდინარე, რატომ არის ესეთი დიფერენცირება, ანუ სხვაობა ფასთა შორის? არის საადრეო ხილი, ორივე მარწყვის და ბალიც იმ დროს როცა ვაშლატამა შედის ტიპობაში ფართო ასორტიმენტია ბაზარზე ხილის ანუ ხდება უკვე ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა ხილი იგივე საადრეო ხლიავი იგივე უკვე დამთავრებულია ბალი და ალუბალია ასე მოხმარებელს აქვს უკვე იმის საშუალება რომ აირჩიოს არა ეს ხილი და აირჩიოს არა ვაშლატამა მაინც და მაინც აირჩიოს სხვა და ეს უკვე მაინც ასე ვთქვათ ფასებზეც მოქმედებს და ამასთან ერთად ემატება ისიც რომ საკმაოდ დიდი ფართობებია გაშენებული გურჯაანის მუნიციპალიტეტში და ზოგადად კახეთში ატმისა და ვაშლატამის ეს დაახლოებით 4000 ჰექტარამდე 3800 ჰექტარი დაუზუსტებელი პროპორციით და აი ესეც იმის საშუალებას გვაძლევს რომ ვივარაუდოთ რომ ჭარბი გვაქვს წარმოება შედარებით დღეს რაც შიდა ბაზარზეა პროდუქციის მოთხოვნა ხოლო კენკროვნების შემთხვევაში იგივე მარწყვის შემთხვევაში არ გვაქვს იმ რაოდენობის ფართობი არ გვაქვს იმ რაოდენობის წარმოება რაც ბაზარზე არის მოთხოვნა ან პროდუქციის კუთხით არ შეეხება ბალს, ბალიც ასეთივე კულტურაა, რომელიც ფართობები ძალიან მცირეა კახეთის რეგიონში, ანუ ახალი დაწყებულია, ასე ვთქვათ, ესეთი შედარებით ინტენსიური ტიპის პლანტაციების გაშენება, რომლებიც ახლო მომავალში შევლენს ნოიარობაში და უფრო გაიზრდება მოსავლის რაოდენობა. ნუ ყოველ შემთხვევაში ამ სიტუაციისთვის ბალის და მარწყვის ესეთი მაღალი საფასო სეგმენტი განპირობებულია პირველ რიგში საადრეო მოსავლით და მეორე ფართობების და შესაბამისად მოსავლის სიმცირით. და ბოლოს რა პერსპექტივა აქვს კენკროვან კულტურებს საქართველოსა და ევროპის ბაზარზე? რამდენად მომგებიანია ამ კულტურების გაშენება კახეთში? ზოგადად ესეთი კულტურებია, კენკროვანი კულტურები, იგივე ნუ მარწყვის, უეკლომაყვალი, ჟოლო, რომელიც ძალიან მაღალი მოთხოვნადი პროდუქტია არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპისა და ზოგადად მსოფლიოს ბაზრებზე. მისი მაღალი მოთხოვნადობა გამომდინარეობს იმით, რომ არის ასე ვთქვათ სამედიცინო თვალსაზრისითაც შედარებით უფრო ანტიოქსიდანტებს შეიცავს უფრო მაღალი რაოდენობით და უფრო პოპულარული ხილია აქედან გამომდინარე. ასევე მის პოპულარობა საქართველოში და ჩვენს რეგიონში განაპირობებს მოსავლიანობაში სწრაფად შესვლის პერიოდი, ანუ კენკროვანი კულტურების გაშენებიდან ფაქტიურად მეორე-მესამე წელს შეგვიძლია მივიღოთ იმ რაოდენობის მოსავალი, როგორც სარეალიზაციოდ გავიდეთ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ დანახარჯებით შედარებით მაღალია 1 ჰექტარზე პლანტაციის გაშენებას, თუმცა არა იმდენად მაღალი, როგორც ვთქვათ ვენახის შემთხვევაში. ანუ რენტაბელურია მისი ფასიდან გამომდინარე. საშუალო საბიტუმო ფასი იგივე უეკლომაყვალზე, იგივე ჟოლოზე მინიმუმ 3 ლარიდან იწყება ადგილობრივ დონეზე, ხოლო საცალო ქსელში რომ შევხედოთ, იგივე საქართველოს დიდ ქალაქებში მინიმუმ 5 ლარიდან ზევით მერყეობს საცალო ფასი კენკროვან კულტურებზე. ეს ქმნის ზუსტად იმ დაინტერესებას ფერმერებსაც აძლევს იმ ბიჭს, რომ ცადონ თქვათ მცირე ფართობიდან რაინახონ რეალური სარგებელი მცირე აუთვისებელი ფართობებზე აწარმოონ და მოიყვანონ ეს კულტურები და მიიღონ მაქსიმალურად მეტი მოგება. ვიდრე სხვა კულტურები, იგივე ატამი, იგივე ვაშლატამა თუ სხვა. დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის. გვესაუბრებოდა გურჯაანში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე თათრიშვილი. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში აღნიშნეს. მოეწყო გამოფენა და გაიმართა დისკუსია. იმსჯელეს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობის შესახებ, ასევე აღნიშნეს შოთა რუსთაველის
ის 850 წლის იუბილეც. ღონისძიებაზე ანსამბლ ხარებას და კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლ ჰანგების მომღერლებმა პატრიოტული სიმღერები შეასრულეს. დღეა ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. დღეს მეტი განსაკუთრებულობა შემატა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივამ. ეს დღე დაუკავშირდა ჩვენს უდიდეს განძს, ქართული კულტურის მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლს, ვეფხისტყაოსას. იცით იუნესკომ ეს წელი რუსთაველის წლად გამოაცხადა. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ორგანიზებული ღონისძიება სწორედ რუსთაველის 850 წლის თავს მიეძღვნა. მოგეხსენებათ დღევანდელი დღე 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეთ აღინიშნება, თუმცა წლევანდელი წელი გამონაკლისია, რადგან ამ წელს დაემთხვა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე და პრემიერის ინიციატივით ეს წელი გამოცხადდა ვეფხისტყაოსნის წლად და მან აღნიშნა, რომ 26 მაისი, როგორც დამოუკიდებლობის დღე, ასევე წელს აღინიშნოს ვეფხისტყაოსანთან ერთად. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. ასამბლეა ადასტურებს ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი მის ერთგულებას. მასში მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები. ქართული დელეგაციის მოთხოვნით დეკლარაციის მე-18 პარაგრაფს დაემატა წინადადება, რომ სადემარკაციო ხაზთან მოქალაქეებს შეძლოთ თავისუფლად გადაადგილება. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო ვალდებულებები. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმების ნატოში ინტეგრაციის და საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებით საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე ნატომ შემდგომი ნაბიჯი გადადგას, აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა კი იმედი გამოთქვა, რომ ალიანსი მალე გადაწყვეტს გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანება. ეს არის მართლაც კაფირო გზავნილი ჩვენი ხალხისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი ევროატლანტიკური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე. ნატო წარმოადგენს ყველაზე წარმატებულ ალიანსს, რადგან ის იცით ერთ მუშტად შეკრული დგას თავისი წევრების თავისუფლების, სუვერენიტეტის და დემოკრატიის სადარაჯოზე. და მზად არის თავის რიგებში მიიღოს ევროპული ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ იმავე ღირებულებებს და ასევე მზად არიან შესწევთ უნარი წვლილი შეიტანონ საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. ამ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის ნაწილები არის ოკუპირებული, როდესაც ხალხი არის დევნილობაში. აი ამ რთულ ფონზე ჩემი ქვეყანა ბოლო 26 წელია მიზანმიმართულად ვითარდება როგორც დემოკრატია, მიზანმიმართულად ვითარდება თავისუფალი საზოგადოების მიმართულებით და მიზანმიმართულად ვითარდება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ქვეყნის მთავარ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა გრძელდება. ფილარმონიაში ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განახლდა და ის 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრისას ძირითადად განიხილებოდა ქვეყნის მართვის მოდელი, პრეზიდენტის არჩევის წესი და არჩევნების მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხები. ჩემთვის ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა, გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად ძალიან აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებულიყვნენ მოქალაქეები და მათ შორის იყო კითხვები და მოსაზრებები, რომელიც საბოლოო ჯამში დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ კონსტიტუცია. არასწორად მიეწოდება ინფორმაცია საზოგადოებას იმაზე, რომ რომელიმე ქალაქის სტატუსს კარგავს, რომელიმე თვითმმართველი ორგანო პირიქით, დაახლოებით საუბარია იმაზე, რომ თბილისის მსგავსი მოდელები შეიქმნას და შერწყმა მოხდეს, რაც საბოლოო ჯამში გამორიცხავს იმას, რომ გარკვეული დუბლირებები, რაც თქვენს კითხვაშიც გახმოვანდა, იყოს გამორიცხული, თუმცა ეს ადამიანური რესურსის შემცირების და ხარჯების შემცირების ხარჯზე საბოლოო ჯამში არ უნდა მოხდეს. ჩვენ ვფიქრობთ იმ მოდელს, სადაც ხარჯები იქნება უფრო ოპტიმალურად განაწილებული. ძალიან გვაყოფილი ვარ, თითქმის ამომწურავად გასცეს ყველაფერზე პასუხი. რაღაც შენიშვნები შეტანა შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ვენდობით ბატონი მამუკას პროფესიონალიზმს და
დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება კონსტიტუციასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერული სისტემის ხელყოფის კომპიუტერულ სისტემაში უნებართო შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით 5 პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქის ინტერნეტ ბანკის პირადი მონაცემები მოთხოვებით მოიპარეს და მათი გამოყენებით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხები აიღეს. დაკავებულების სესხის დამტკიცების შემდეგ ფულს მართვის ხელმისაწვდომ ანგარიშზე რიცხავდნენ. დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქის ინტერნეტ ბანკის პირადი მონაცემები მოთხოვებით მოიპოვეს და მათი გამოყენებით სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სესხები აიღეს. დაკავებულების სესხის დამტკიცების შემდეგ აღნიშნულ თანხას მათთვის ხელმისაწვდომ ანგარიშზე რიცხავდნენ, საიდანაც ხდებოდა თანხის განახლება. აღნიშნული სქემით ბრალდებულების საკრედიტო დაწესებულებებიდან 15000 ლარს უკანონოდ დაეუფლნენ. გამოძიება კომპიუტერული სისტემის ხელყოფის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართო შეღწევისა და თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოშვება საერთაშორისო ახალი ამბებით განვაგრძობთ. ევროკავშირმა სირიის ხელისუფლებისთვის დაწესებული სანქციები ერთი წრით გაახანგრძლივა აღნიშნული შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ენათქვამი. გარდა ამისა, სასანქციო სიას სირიის მთავრობის 3 მინისტრი დაემატა. ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ სანქციების შემოღება ეტაპობრივად 2012 წლიდან დაიწყო. დღეს მდგომარეობით სანქციები მოიცავს სირიიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას, სირიისთვის მზას საწვავისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას, ინვესტიციების შეზღუდვას ევროკავშირში, სირიის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებით ვაჭრობაზე ემბარგოს, ასევე სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციების მონიტორინგისა და ბლოკირებისთვის საჭირო აღჭურვილობის გაყიდვის აკრძალვას. ბრიტანეთის პოლიციამ მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი დააკავა. აღნიშნული შესახებ მანჩესტერის საგრაფოს პოლიციამ ტვიტერის პირად გვერდზე განცხადება გაავრცელა. შესაბამისად, ამ მომენტისთვის მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში 14 პირია დაკავებული. აყვანილი იყო კიდევ 2 ადამიანი, რომელიც ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. მანჩესტერ არენაზე ტერაქტი 22 მაისს მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტის შემდეგ განხორციელდა. თითქმის ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ხალხმრავალ ფოიეში ამოქმედა. ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 75 კი დაშავდა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის შემსრულებელი 22 წლის სალმან აბედი იყო. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალტრა ნიუსმა გაავრცელა. მსოფლიოში ყველაზე ღრმა ადგილი ხმაურიანი აღმოჩნდა. ამის შესახებ მეცნიერებმა მას შემდეგ შეიტყვეს, რაც მარიანის ღრმულის ყველაზე ღრმა წერტილში, ჩელენჯერის უბსკრულში, რამდენიმე თვით წყალქვეშა ბგერების მიმღები აპარატი, ჰიდროფონი ჩაუშვეს. მოწყობილობა დააფიქსირა, რომ უბსკრულში უამრავი რამ ისმის, მათ შორის ვეშაპების, ყვირილი ხომალდების ხმაური და მიწისქვეშა ბიძგების ხმა. მიუხედავად იმისა, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე მარიანას ღრმულში რამდენიმე დისტანციურად მართვადი სატრანსპორტო საშუალება და აღჭურვილობა განთავსებული, ამერიკელი მეცნიერები განმარტავენ, რომ ახალი ჩანაწერი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ასეთ სიღრმეზე ოდესმე გაკეთებულა. 88 წლის ლი ბაქსტერი წელიწადში $164,000 ხარჯავს საკუთარი ლუქს კაიუტა, აგემოვნებს გემის რესტორნის საუკეთესო კერძებს, საღამოს კი სამეჯლისო ცეკვებით ირთობს თავს. მას ხშირად იწვევენ სადღესასწაულო ვახშმებზე, დადის გემის კინოთეატრში და ესწრება სხვადასხვა ლექციას. ქალბატონ გემზე ყველაზე დედათი მიმართავს. ამ წლების განმავლობაში აზე მეტი ქვეყანა მოიარა. თავს ბედნიერ პენსიონერად თვლის, თუმცა ამბობს, მაიამიში მცხოვრები შვილები და შვილიშვილები მუდმივად ენატრება. გამოშვების დასასრულს დღის სხვა ამბები. კანის რიგით 70-ე კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო რუბენ ოსტლუნდის ფილმს მოედანი გადაიცა. გრან-პრი მიიღო ფილმმა 120 დარტყმა წამში. ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო რეჟისორის ტიტული 2017 წელს სოფია კოპოლას გადაიცა. ფესტივალის 70-ე იუბილესთან დაკავშირებით დაწესებული ჟიურის პრიზი გადაიცა მსახიობ ნიკოლ კიდმანს. წელს საუკეთესო მსახიობი კაცი გახდა ხუაკინ ფენიქსი. ფილმისთვის შენ ნამდვილად არასდროს ყოფილ აქ საუკეთესო მსახიობი ქალი დაიანა კრუგერია.
გიორგი შერმადინმა სეზონი რეალთან 21 ქული დაასრულა სერიის გადამწყვეტ მესამე მატჩში ანდრო რელების სტუმრად სამეფო კლუბთან მინიმალური ანგარიში დამარცხდნენ. შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 31 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 13-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა, რაც სტუმართან რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ახლა კი ამინდის დროა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში. ახალი ამბები მე ნინო სამნიაშვილმა გაგაცანი და გემშვიდობებით ხვალამდე შეგახსენებთ რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ყოველდღიურ საათზე შეგეძლებათ გარდა ამისა ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი გოყრათ ცილქნეძე მაგთისაცე და მაი ვიდეოზე ნახვამდის.